მინარეობს. მომავალ კვირაში გვექნება ორი სხდომა, ეს არის 23 და 25 ივნისი და 23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის წაღლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არც ერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო. თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლია და ჩვენ მოვისმინეთ წაღლის მაცხოვრებლის ახსნა განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენ მივალია, რომ მას დამატებით კითხვები დაუსვათ. ასევე კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილშიც მას ეცნობა 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო, ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან. აი ეს არის დღეიდან 23 ივნისის ჩათვლით ის თუ როგორ რეჟიმში ვიმუშავებთ საზოგადოებისთვისაც რომ იყოს ნათელი. სანამ ბატონ ზურაბაბაშიძეს მოვიწვევთ დარბაზში, მე მინდა მადლობა გადაუხადო საზოგადოებრივი მაუწყებლის საპარლამენტო არხს, რომელიც